ვიკითხოთ წიგნები, განათლების სამინისტროს მხარდაჭერით თბილისის მერის მთავარი ბიბლიოთეკა საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებს მასპინძლობდა. პროექტის ფარგლებში დედაქალაქის ბიბლიოთეკებში თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტები მოსწავლეებს ლიტერატურულ ნაწარმოებებს უკითხავენ. დღეს თბილისის მთავარ ბიბლიოთეკაში 24 და 20-ათე საჯარო სკოლების 30-მდე მოსწავლეს უმასპინძლეს. მომავალი მსახიობი თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მეოთხე კურსელი ლაშა გურგენიძე შეხვდა ახალგაზრდებს. მან მოსწავლეებს თემატურად ამ დღესთან დაკავშირებით 1989 წლის 9 აპრილის საქართველოში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებზე მოუთხრო. დღეს თბილისის კიდევ 5 ბიბლიოთეკაში გაიმართა ანალოგიური შეხვედრები მეოთხე მეხუთე კლასელ მოსწავლეებთან. ჩვენ გვაქვს მრავალი პროგრამა ინიციირებული, რომელიც გულისხმობს ბავშვებისთვის წიგნის სიყვარულის გაღრმავებას, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი იარაღი ცოდნის შესაძენად. ჩვენი სურვილია ბავშვებს ვესაუბროთ 9 აპრილის მნიშვნელობის შესახებ და აუხსნათ, რომ ეს არის ერთდროულად გლოვის და ერთდროულად სიხარულის დღეც და განვუმარტოთ მომავალ თაობას, რომ ქართულ ხალხს თავისი არსებობის მანძილზე ბევრჯერ დაუკარგავს თავისუფლება, მაგრამ სამშობლოს დამოუკიდებლობის მოპოვებაზე ფიქრი და ბრძოლა არასოდეს შეუწყვეტია. ეს პროექტი მე ძალიან მომეწონა, რადგან ბავშვებს ანდომებს ბევრი წიგნის კითხვას.